ასტრონომებმა ღრმა კოსმოსის ახალი სურათი გადაიღეს, რომელზეც ათასობით შორეული galaktikაა ნაჩვენები. ამის შესაძლებლობა მათ ბნელი ენერგიის კამერამ დიკამმა მისცა, რომელიც ჩილეში მდებარე სერო ტოლოლოს ამერიკა-ჩორისი ობსერვატორიის ვიქტორ ბლანკოს სახელობის 4 მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული. სურათზე აღბეჭდილია ანტილა კლასტერი, იგივე Abell S0636, galaktikების მჭიდრო შეჯგუფება, რომელიც ჰიდრა კენტავრის სუპერ შეჯგუფების ნაწილია. ის დედამიწიდან დაახლოებით 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ფოტოზე კი მის მცირე ნაწილს ვხედავთ, დაახლოებით 230 galaktikas. ამის მიუხედავად ფონზე სხვადასხვა ტიპის ათასობით სხვა galaktikაც ჩანს. დიკამი ბნელი ენერგიის კვლევითი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც 2013-19 წლებში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ასტრონომებმა ასობით მილიონი galaktika შეისწავლეს, რათა ბნელი ენერგიის ბუნების შესახებ მეტი გაიგოთ. ესაა იდუმალი ძალა, რომელიც სამყაროს გაფართოების პროცესს აჩქარებს და თანამედროვე კოსმოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხად რჩება. იგივე შეიძლება ითქვას ბნელ მატერიაზე, რომელიც უხილავია, მაგრამ galaktikებს ერთიანობას უნარჩუნებს და სამყაროს მასის დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი. galaktikata შეჯგუფებები ამ ორი ფენომენის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. მათში არსებული ხილული მატერია მთლიანი მასის მხოლოდ 5%-ში ადგენს. დანარჩენი დაახლოებით 80% ბნელ მატერიად მიიჩნევა, რომელიც თავისი გრავიტაციული ძალით მთელ სტრუქტურას აერთიანებს. დიკამმა ასტრონომებს საინტერესო რეგიონების დეტალურად დანახვის საშუალება მისცა, მათ შორისაა galaktikებს შორის არსებული გადახურებული პლაზმა და ახლო მდებარე სუპერნოვას აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენის სუსტი სინათლე. ამ სურათებსა და მონაცემებს მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება არ აქვს, არამედ სამყაროს ფუნდამენტურ პროცესებშიც გვახედებს. შესაბამისად, ასეთი კვლევები კოსმოლოგიურ კითხვებზე პასუხის გასაცემად უმნიშვნელოვანესია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.